მაია ფანჯიკიძემ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ესტონელ კოლეგასა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. თემა ომხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. მოგვიანებით დიპლომატიურ სკოლას ესტუმრა და ქართველ სტუდენტებს ესაუბრა. ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე აშუქებს სტალინში მინისტრის ვიზიტს. ესტონეთში ვიზიტის პირველივე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძის განცხადებით საუბარი შეეხო ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებას და უფრო მეტიც ქართველებს ესტონელებმა თავიანთი გამოცდილებაც კი გაუზიარეს. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ დაგეგმილია საქართველოში ისეთივე ელექტრონული სისტემის დანერგვა, როგორიც ახლა ესტონელებს აქვთ ჯანდაცვის სისტემაში. თავად ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად მალე იხილავს. საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის ავღანეთის სამხედრო მისიაში ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლობას. ამ მისიაში საქართველოსა და ესტონეთის მონაწილეობა შთამბეჭდავია. ამასთან საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხის განვიხილეთ. ეს ჩვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრში გამართა. საქართველოსთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს. შეხვედრაზე დავსახეთ შესაძლო ახალი გეგმები თუ როგორ უნდა ჩავატაროთ ტრენინგები. ასევე ყურადღება გავამახვილეთ სტიპენდიებზე, რათა ყველა ვისაც სურვილი აქვს ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში ისწავლოს. ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ასევე შეხვედრას გამართავს ესტონეთის პრეზიდენტთან ტომას ჰენდრიკ ილვესთან. ასევე დაგეგმილია მაია ფანჯიკიძისა და ესტონეთის კულტურის მინისტრის შეხვედრა.